მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოს წერ ქართული ოცნების მომხრეებისთვის, იმ ტროლები და ბოტებისთვის, რომელიც ათასობით არიან ჩემ გვერდზე შემოსეული, მინდა უთხრა მათ გასაგონად თქვა, დღეს ამ წუთას ბრიუსელში გაფიცულია ტრანსპორტი. ტრანსპორტი არ მუშაობს და მინდა თქვენ გასაგონად თქვა, რომ და ახლა რა თქმა უნდა გაზდა ხელფასების გაზდა სოციალური პროგრამების გაზდა და ასე შემდეგ არის ძირითადი მოთხოვნა მეტი უსაფრთხოება და ასე შემდეგ რა თქმა უნდა გეთახმებით რა თქმა უნდა მხოლოდ აი ეს ტრაქში იციან ხმარება თუ არა ისე აი ეს არ ვარ გავ თუ არა ისე ეკონომიურად მინდა გითხრათ ქართველებო რა, აი დაიჯერეთ და ვისაც კიდე იმას გითხრათ, თქვენზე უკეთესად 1000-ჯერ უკეთესად ცხოვრობენ ეკონომიურად და თქვენზე უკეთესად აქვენ მოგვარებული სოციალური პრობლემები. ჯანდაცვა იქნება, იგი დასვენება იქნება, სამუშაო იქნება, თუ რაც გინდა ის იქნება რა, 1000-ჯერ უკეთესად. აქვთ მოგვარებული, მაგრამ არ აკმაყოფილებთ, თვლიან რომ მეტი ეკუთვნით და არიან გაფიცული, ანუ იბძვიან თავისი უფლებებისთვის. იბძვიან თავისი ბედნიერებისთვის და არ ემათხოვრებიან ხელისუფლებას მომეცი ან რაღაც იბძვიან. და ახლა რაც მენიშნა კიდევ, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის გაფიცვამ გამოიწვია ის, რომ ვიღაც სხვა ვინც ტრანსპორტზე არ მუშაობს, მაგრამ მუშაობს აფთიაქში, მუშაობს სხვაგან, მუშაობს სხვა სფეროში, მათ შეექმნათ პრობლემები, მაგრამ აი წუწუნი არ დამინახია დღეს ვაკვირდები, ვრეკავ, ვეკითხები, ვეცნობი ამ სიტუაციას წუწუნი მათ სახეზე არ დამინახე, ისინი სოლიდარული არიან ტრანსპორტის მუშაკების მიმართ და იციან ერთი რამე თუ მათაც მოუწევთ გაფიცვად, სოლიდარული გახდება ტრანსპორტის მუშაკებიც. მინდა კიდევ ერთ რამეზე გაუსვა ხაზი, აი თქვენ გასაგონად, ვინც იძახის, ვინ ავირჩიო. აიჩიეთ ის, ვინც თქვენ აზრებთან მისი პროგრამა ყველაზე ახლოსაა, მაგრამ არჩევა არ ნიშნავს, რომ შენ ჯვარი დაიწერე მასზე. და მინდა გითხრათ, რომ აი დღეს მართავს პრემიერ-მინისტრი არის NVA, ახალი ფლანდრიული ალიანსი, ასე ქვია პარტიას.